ჩვენ ვიმყოფებით მარტყოფში, სადაც მართავთ 7 კაცა 16 წლამდე თამაშებს. Ამ თამაშებში მონაწილეობას იღებს 6 გუნდი, საიდანაც 2 არის მონაკოდან. მონაკო იცით, რომ თამაშობს მხოლოდ 7 კაცს არ აქვს. შესაბამისად, მათი სურვილი იყო, რომ დავით ბოლღაშვილის ინიციატივით, რომ მონაკოს ეს 7 კაცა გუნდი საქართველოს ჩამოსულიყო და გაიარა ერთგვარი შეკრება. და შემდგომ ესე მოხდა, რომ დავამატეთ 4 ქართული გუნდი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ პრინცესა შარლინი მონაკოს რაგბის კავშირის პრეზიდენტია. ჩვენ აქ მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ დუბაის 16 წლამდელთა ტურნირისთვის. აქაურობა იდეალურია, კარგი მინდვრის საფარი, სათანადო აღჭურვილობები. მონაკო და საქართველო რაგბის კუთხით ძალიან მეგობრობენ. საქართველოდან ბევრი კარგი გუნდი ჩამოდის ჩვენთან და სხვადასხვა ტურნირზე იღებენ მონაწილეობას. მონაკოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი არის პრინცესა შარლინი, მანაც მიიღო გადაწყვეტილება და ჩამოვიდა საქართველოში, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, მოხარულები ვართ ამ ვიზიტით. გავდივართ საომავლო გეგმებსაც, ჩვენ ყოველწლიურად ჩავდივართ ხოლმე მონაკოში ტურნირზე, ბავშვთა ტურნირზე, რომელშიც პატარა ბარბაროსებით ვიღებთ მონაწილეობას. ეს ყველაფერი რეალურად ემსახურება იმას, რომ მომავალი თაობა ჯანსაღსივცეში გავზარდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ ჩვენთვის, რომ განვითარდეთ პირველ რიგში რაგბში, უცხოები ჩამოდიან და ანუ უცხო არა, უცხოებთან თამაში ესე. და ასევე მათაც გავაცნოთ ჩვენ როგორ თამაშობთ, რა შეგვიძლია და ერთი თამაში ქონდა, რა ქვია, მონაკოს გუნდთან და წავაგეთ სამწუხაროდ, მაგრამ უფრო კარგად ვეთამაშებდით შემდეგში.